თბილისობა ყოველთვის ოქტომბერში იმართებოდა, ეხლა უკვე შეიცვალა. ვადები ჩატარდება 20-ში და 21 სექტემბერს. 20-ში ჩატარდება გამორჩეული თბილისელების დაჯილდოვება და საპატიო თბილისელად არჩევა, ხოლო 21-ში გალა კონცერტი. თუმცა მოდით ამის შესახებ მოვისმინოთ პირველ წყაროდან. ჩვენი სტუმარია ქალბატონი ნინუცა ბუცხრიკიძე, მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. მოგესალმებით ქალბატონი. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ დილიდან. დიდი მადლობა თქვენ. პირველი კითხვაც ეს არის, რომ რა იქნება განსხვავებული იმ წინა წლებთან შედარებით, იმიტომ რომ ხალხი დადის ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებაზე და მათ აინტერესებს რამე ახალი თუ არის მოსალოდნელი. დიდი სიამოვნებით მოგიყვებით. დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ დროს უთმობთ ინფორმაციას, რომ საზოგადოებამ გაიგოს თუ რა ხდება უქმეებზე. პირველ რიგში მინდა ყველას უთხრა, რომ შეიცვალა ამინდის პროგნოზი, რაც ყველაზე მეტად გვახარებს და უქმეებზე არ გვექნება ნალექი, ამიტომ ყველას გვაქვს დიდი ბიზნესი იმისთვის, რომ ოჯახებთან ერთად დღის 12 საათიდან ორივე დღეს, როგორც 20-ში, ისე 21-ში, თბილისის ამ ლოკაციას ვესტუმროთ და არაჩვეულებრივი დრო გავატაროთ მთელი დღის განმავლობაში. სამ ლოკაციას რადგან ვახსენებ, ორ ძირითად, ასე ვთქვათ, მისამართზე ველოდებით თბილისელებს და თბილისის სტუმრებს. ეს არის ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი. მესამე წერტილი ეს არის აბანო თუბანი, სადაც შედარებით მცირე მასშტაბი იქნება ღონისძიებების წარმოდგენილი, მაგრამ იცით ალბათ, რომ ეს ტრადიცია, ეთნიკური უმცირესობები, რა თქმა უნდა, გამოდიან აბანო თუბანში, მათ წარმოდგენილი იქნებათ ორივე დღის განმავლობაში თავისი კულტურისთვის დამახასიათებელი აქტივობები. დღის განმავლობაში იქნება გამოფენა გაყიდვა, ხოლო დღის ბოლოს იქნება გარკვეული ტიპის ღონისძიებები. რაც შეეხება ძირითად ორ ლოკაციას, ორბელიანს და რიყის პარკს. ორბელიანის მოედანს და რიყის პარკს აერთიანებს რამდენიმე ძირითადი კომპონენტი. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თბილისობას ყველას აინტერესებს, ასე ვთქვათ, ეს არის გასტრონომიული ნაწილი. გასტრონომიული სივრცე, როგორც ორბელიანზე, ისე რიყეზე არის მსუყეთ წარმოდგენილი. განასხვავებს მხოლოდ ის, რომ მასშტაბი რიყის პარკში ბევრად უფრო დიდია, გამომდინარე იქედან, რომ რიყის პარკში ასევე ტრადიციულად წარმოდგენილი არის მცირე მეწარმეებთან, შეფებთან და ადამიანებთან, ვინც კონკრეტულად თბილისობისთვის ემზადებიან, მათთან ერთად მსხვილის არესტორნო ბიზნესი. მსხვილ არესტორნო ბიზნესში უგულისხმობ ყველა ქართული მენიუებით მომუშავე რესტორნებს, რომლებიც ძალიან უყვარს თბილისელებს, თბილისის სტუმრებს, ტურისტებს. ისინი იქნებიან ამ დღისთვის ორი დღის განმავლობაში კონკრეტულად თბილისობისთვის რიყის პარკში წარმოდგენილი. მათთან ერთად, რა თქმა უნდა, როგორც ვისაუბრეთ, იქნებიან შეფები, რომლებიც ინდივიდუალურ მენიუებს შეთავაზებენ ადამიანებს. რა თქმა უნდა, იქნება ძირითადად ქართული სამზარეულო, ის რაც ყველაზე მეტად უხდება თბილისობას, მაგრამ იქნება, რა თქმა უნდა, შერეული სამზარეულოებიც იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს ინტერესის სფეროა. რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან საერთო ამბავს, რაც ამ ორ ლოკაციას აერთიანებს, რა თქმა უნდა, ეს არის მუსიკალური ნაწილი, მესამე ეს არის წარმოდგენები, პერფორმანსები, რა თქმა უნდა, საბავშვო გასართობი აქტივობები და დღის განმავლობაში ეს ჩვენი პროგრამა, რა თქმა უნდა, დევს როგორც ოფიციალურ გვერდზე, ისე Facebook გვერდზე და შეუძლია იხილოს ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა. დღის განმავლობაში საათობრივად არის გაწერილი აქტივობები. დღის პირველი ნახევარი დატვირთულია ყველა ლოკაციაზე საბავშვო აქტივობებით, ხოლო დღის მეორე ნახევარი უკვე უფროსებს ეთმობა, ასე ვთქვათ, სრულად, ამიტომ ვთხოვთ ყველას, რომ ოჯახებით მობრძანდნენ, იმიტომ რომ ოჯახის თითოეული წევრი იპოვის საკუთარ ინტერესის სფეროს. საბავშვო აქტივობებთან დაკავშირებით ჩაგეკითხებით. სიამოვნებით. აი რა არის მაინც კონკრეტულად დაგეგმილი, საინტერესო იქნება მაყურებლის. ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ პატარა მონაწილეები არიან ჩვენი, წარმოდგენილი არიან თითქმის უმრავლესობა საბავშვო სტუდიების და თითქმის ყველა იქნება დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, საბავშვო პროგრამა, საბავშვო სცენაზე გახსნის ყველასათვის საყვარელი ჟოზე და შემდეგ უკვე საბავშვო სტუდიების ბავშვები თვითონ წარმართავენ კონცერტებს. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, ეს არის, რა თქმა უნდა, ზღაპრის გმირები და ვორქშოპები, სადაც პატარები თავის ხელით ადამიანებთან, რა თქმა უნდა, ამზადებენ ხელნაკეთობას, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულად უფასოდ თან მიაქვთ და არის სამახსოვრო და ძალიან სახალისო მათთვის და პერფორმანსები და ასე ვთქვათ, თეატრალიზებული წარმოდგენები, რომლებიც ცალკე გვაქვს ბავშვებისთვის და ცალკე არის, რომელიც ამ დღისთვის არის შექმნილი. ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი სივრცე არის კულინარიული ზონა, სადაც მათ შეუძლიათ რომ ჩაერთონ თავისი ხელით დაამზადონ სხვადასხვა კერძები და ესეც ძალიან სახალისო და მნიშვნელოვანი გარემოა. გაერთობიან ნამდვილად. ახლა გადავიდეთ უფროსებზე. კი ბატონო. გადავიდეთ. ერთი შეკითხვა მაპატიეთ შეგაწყვეტინეთ. 20-ში შედგება ალბათ საპატიო თბილისელის ეს გასაიდუმლოებულია ესია, იმიტომ რომ მე ვიცი რომ
ერთი ჩემი მეგობარი ძალიან ღირსეული კაცი ესე ჭიტმა ამბავი მომიტანა და წინასწარ არის შეიძლება ამაზე საუბარი თუ ნომინანტები იყოს ტრადიცია არის ესეთი, რომ საპატიო თბილისელის დაჯილდოების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ქალაქის მერს და ის ამ ყველაფერს პირდაპირ ერთ-ერთის მეშვეობით ღონისძიებაზე აცნობს საზოგადოებას. შესაბამისად, ჩვენ ამაზე საუბარი წინასწარ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენ კომპეტენციას ცდება და თან არის სადღესასწაულო ღონისძიება, რომელიც კონკრეტულად ამას ეხება. გაიმართება 20 საათზე, დაჯილდოება იქნება ცერემონიების სასახლეში. რა თქმა უნდა, მოწვეულები იქნებიან საპატიო თბილისელები, რომლებიც წელს მიიღებენ ამ ასე ვთქვათ ჯილდოს და ის საპატიო თბილისელები, რომლებიც წინა წლებში დაჯილდოვდნენ და ყველა ერთად პირდაპირ ეთერის მეშვეობით გავიგებთ ბატონი კახასგან თუ ვინ იქნება წელს საპატიო თბილისელი. გეტყვით იმას, რომ ძალიან საინტერესო შემადგენლობა იქნება, რა თქმა უნდა, როგორც ყოველ წელს და მოკლედ დაველოდოთ 20 რიცხვს და 20 საათს. საკონცერტო ნაწილზეც გადავიდეთ, ესეც საინტერესო იქნება. სად რა გველოდება? რა თქმა უნდა, დიახ. საკონცერტო ნაწილი არის მეორე, ასე ვთქვათ, მსუყე კომპონენტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და ამ სადღესასწაულო გარემოს კიდევ უფრო სადღესასწაულოს ქმნის და დამეთანხმებით ალბათ. ჩვენ ორივე ლოკაციაზე გვაქვს რამდენიმე სცენა, დაყოფილი გვაქვს ესე რომ დღის და საღამოს სცენას ვეძახით, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ქართველი არტისტები, მათ შორის ბიგ ბენდი, თბილისის მერის ბიგ ბენდი გახსნის საკონცერტო ნაწილს, იმიტომ რომ მათი ჩართულობის გარეშე თბილისობაც წარმოუდგენელია და ეს ტრადიციაა. ეს რომელ ლოკაციაზე? ეს არის ორბელიანის მოედანზე. ორბელიანის მოედანზე, კონკრეტულად ათონელის ქუჩაზე განთავსებული არის ორი სცენა. ერთი სცენა არის კონკრეტულად საბავშვო პროგრამისთვის და საბავშვო აქტივობებისთვის, როგორც კი ბავშვები დაასრულებენ თავიანთ პროგრამას, შემდეგ უკვე მეორე სცენა არის აქტიური. დღის პირველ ნახევარში არაჩვეულებრივი პროექტი თეატრალური თბილისი გაიმართება 20 საათზე, რომელსაც რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერით ვერ გადმოვცემთ, იმიტომ რომ დროები ემთხვევა საპატიო თბილისელის დაჯილდოებას, თუმცა იქ მისულ ადგილზე მისულ ადამიანებს ორბელიანის მოედანზე ნამდვილი, ასე ვთქვათ, თბილისური სასიამოვნო საღამოელის თეატრალური თბილისის, იმიტომ ვქვია პროექტს სახელად, რომ ჩართულები არიან ჩვენი არაჩვეულებრივი თეატრის მსახიობები, ხელოვნების სფეროს ძალიან ბევრი საყვარელი წარმომადგენელი იქნება საზოგადოებისთვის წარმოდგენილი და არაჩვეულებრივ საღამოს შემოგთავაზებენ. აი ეს რო გადაიღონ და შემდეგ მოგვიანებით გვაჩვენონ არ შეიძლება? რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა იქნება, უბრალოდ პირდაპირ ეთერში ვეცდება ერთდროულად. კი ბატონო, ან მოგბრძანდით და გელოდებით ადგილზე ორბელიანის მოედანზე იმ ადამიანებს, ვისაც ეს, ასე ვთქვათ, ლოკაცია უფრო აინტერესებს. დიახ. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ორბელიანის მოედნის სხვა სივრცეს, გვაქვს, რა თქმა უნდა, ელექტრონული მუსიკა, იმიტომ რომ ეს, ასე ვთქვათ, ზონა ძალიან მოთხოვნადია ყოველთვის ღონისძიებების დროს, ეს უკვე მთავარი ღონისძიებების დასრულების შემდეგ, გვიან ღამემდე ოფიციალური საათები არის 12 საათიდან 22 საათამდე, თუმცა ტრადიცია აჩვენებს, რომ გვიან ღამემდე გრძელდება ორივე დღეს აქტივობები. რომ გადავიდე რიყის პარკის მუსიკალურ პროგრამაზე, რიყის პარკის ტრადიცია არის შემდეგი, ცენტრალური შადრევანი გარდაიქმნება სცენა 2 დღის განმავლობაში და ამ სცენაზე ორივე დღის განმავლობაში ასევე გაიმართება საბავშვო კონცერტები, ხოლო 6 საათიდან ჩვენი არაჩვეულებრივი ქართული ესტრადის წარმომადგენლები შეენაცვლებიან ერთმანეთს და იქნება, ასე ვთქვათ, მიქსი, შერეული კონცერტი ქართველი მომღერლების. ამიტომ ორივე დღეს 6 საათიდან 8 საათამდე რიყის პარკის სცენაზე გაიმართება არაჩვეულებრივი კონცერტები და აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი მსმენელი და მაყურებელი ეყოლება ტრადიციულად რიყის პარკს. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საზეიმო გალა კონცერტი, რომელიც მათ შორის თქვენი პირდაპირ ეთერითაც გადაიცემა და რა თქმა უნდა ინფორმირებულები იქნებით ამის შესახებ, ეს უკვე გაიმართება ევროპის მოედანზე. ევროპის მოედანზე გამართულ ღონისძიებაში ორი თაობა შეასრულებს არაჩვეულებრივ ქართულ სიმღერებს და იქნება მათი დუეტები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ღონისძიება, რომელიც დააგვირგვინებს ამ ორდღიან საზეიმო განწყობას. ამიტომ ყველას გელოდებით ბავშვებიც იქნებიან. დიახ, გასასიამოვნოა ყოველი ამის მოსმენა და მე ნახე სინჩებზე ბევრად პატარა ხარ და მე პირველი თბილისობის გავლენის ქვეშ ვარ ეხლაც. სხვათა შორის ძალიან წვიმდა მაშინ და მიუხედავად ამ წვიმისა, მაინც შედგა როგორც ტრადიცია, დამკვიდრდა და წარმატება მინდა გისურვოთ. წარმატება თქვენც და გელოდებით. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და